წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგის მიმართულებით ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ კონკრეტული სკრინინგის ჩატარებას კონკრეტული დაინტერესებული პირებისთვის, მაგრამ მთავარი ფუნქცია და მთავარი დანიშნულება ამ აქტივობისა გახლავთ, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ცნობიერება საზოგადოებაში, საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი კეთდება თვითონ საზოგადოების თითოეული წევრის საკეთილდღეოდ იმისთვის, რომ თუ კი ვინმეს შეიძლება ემუქრებოდეს კონკრეტული დაავადების მსხვერპლად ყოფნა, ბუნებრივია, რომ ეს რაც შეიძლება ადრე უნდა იქნეს გამოვლენილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა. ეს მესმის, რომ ყოველთვის უსიამოვნებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასეთი უსიამოვნების სწრაფად აღმოჩენის საჭიროება არის, რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი ადამიანის ინტერესებით ნაკარნახები. აი, სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად მეტს ვეცდებით, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ სათქმელი, რომ მათივე ჯანმრთელობისთვის, მათივე უსაფრთხოებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება აქტიურები იყვნენ ნებისმიერ სკრინინგთან მიმართებაში. იმისთვის, რომ თუ კი რაიმე საფრთხე მოსალოდნელია, ეს ადრეულად იქნას აღმოჩენილი და აქედან გამომდინარე გაცილებით უფრო წარმატებით დაგეგმვის შესაძლებლობა იყოს მკურნალობისა, რომ ეს მკურნალობა იყოს მათთვისვე საკეთილდღეო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ფართომასშტაბიან აქციას სკრინინგის კამპანიის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რუსთავში, აქ ხორციელდება არაერთი სკრინინგი, მათ შორის გამოყოფდი ძუძუს კიბოს სკრინინგს, ჰიპერტენზიის სკრინინგს და ამასთანავე ვახორციელებთ C-ჰეპატიტის, B-ჰეპატიტის, შიცის და გლუკოზის სკრინინგს. აღნიშნული სკრინინგი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების გამოვლენა, რომ უფრო ეფექტური იყოს მკურნალობა და ამასთანავე ემსახურება მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. ხაზს გაუსვამ, რასაკვირველია, რომ ეს სკრინინგი არის უსასყიდლო ჩვენი მოსახლეობისთვის და აღნიშნულისთვის მინდა მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს გადავხადო მხარდაჭერისთვის და აგრეთვე რუსთავის მერიას ძალიან კარგი ორგანიზებისთვის. მომწონს ეს კულტურა ექიმთან ვიზიტის ნაადრევ ეტაპზე. პირველად ვიღებ მონაწილეობას და კარგია, იმიტომ რომ როდესაც ნაადრევ ეტაპზე გამოვლინდება ესა თუ ის დაავადება, რა თქმა უნდა, დროული იქნება მკურნალობას და შედეგიც კარგი იქნება. მოუწოდებ ყველა ქალბატონს მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა.